მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს ტრადიციისამებრ მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე, რა გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში, ან კვირის ენერგიები, ხო? და ვნახოთ აბა ერთად რა გველის 31 მარტიდან 7 აპრილამდე. გაშლა გვაქვს ორ ვარიანტიანი, წაღან დავიწყე გაშლა, მაგრამ გაითიშა კამერა, გადავწყვეტე რა მეღო ესა ვარიანტები. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ახლა დავიწყოთ გაშლა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. გაცდით მე თქვენ? და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. და პირველი ვარიანტი თქვენთან ამოვიდა უფროსი ფორტუნას ბორბლის არკანი და პირდაპირ გეტყვით პირველი ვარიანტი. რა თქმა უნდა 31 რიცხვიდან, როდესაც იწყება ახალი კვირა, უკვე კვირის მეორე დღეს გვაქვს აპრილი და თითქოს თქვენ აქ პირველი ვარიანტი მაქსიმალურად ძლავრად შეიგრძნობთ ამ ერთი თვიდან მეორე თვეში გადასვლის ენერგიებს. იცით, ყოველ თვეს რა თქმა უნდა, ყოველ წელს და ყოველ დღესაც კი თქვენ წარმოიდგინეთ განსხვავებული ენერგიები აქვს და ხანდახან ჩვენ ამას ვერ გრძნობთ, ხანდახან ჩვენ ამას გრძნობთ, ხო? და თითქოს პირველი ვარიანტი თქვენ ამას ძალიან ძლავრად შეიგრძნობთ და როგორ? პირველ რიგში რა თქმა უნდა შეგრძნებების დონეზე იქნება თქვენთვის ეს ძალიან გასაგები, ძალიან შეგრძნებადი, მოდით ასე ვიტყვი და ასევე არკანი ფორტუნას ბორბალი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თითქოს აქ თქვენი რაღაც სამყარო ისეული აღქმა, თქვენი ძველი ჩვევები, შეხედულებებით სადღაც იცვლება და ტრიალდება 180 გრადუსით. თითქოს თქვენს რეალობაში შემოდის რაღაც ახალი პროგრამები, რაღაც ახალი ჩვევები, სხვათა შორის ზოგი თქვენგანის რეალობაში თქვენ წარმოიდგინეთ რაღაც უფრო მეტი ლოგიკა, უფრო მეტი ანალიტიკური აზროვნება, უფრო მეტი მათემატიკური აზროვნება შემოდის აშკარად, ხო? თითქოს აქ თქვენ უფრო მეტად იქნებით კონცენტრირებულნი რაღაცის სწავლაზე, რაღაცის შესწავლაზე. გეგმების აწყობაზე და ფორტუნას ბორბალი არის ის ენერგია, რომელიც გაჩვენებთ იმას, რომ ყველაფერი დაგეგმილი ამ სამყაროში არ არის და ხანდახან გეგმების გარეშე უფრო მარტივად ვახწევთ რაღაც გარკვეულ მიზნებს, ხო? თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გეგმები არ უნდა დავისახოთ და ასევე იღბალი, ანუ თავად ფორტუნა, იღბალი თქვენს მხარეს იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელის პირველ ვარიანტს. თუ სწორად მახსოვს წინა კვირაში თუ წინის წინა კვირაშიც გქონდა ფორტუნას ბორბალი კვირის არკანად. დავამატოთ და ვნახოთ რა ელის პირველ ვარიანტს 31 მარტიდან 7 აპრილამდე. არკანი იმპერატორი ქალი და არკანი სამყარო. მეგობრებო, სამივე უფროსი არკანი ამოვიდა და მოდით დავიწყებ იმით, რომ ყოველი თქვენი ქმედება, ყოველი თქვენი რაღაც ახალი მიზნების დასახვა, ზოგადად მიზანდასახულობა, ყოველი თქვენი მეცადინეობა, რაღაცის სწავლა, შესწავლა, მოძრაობა, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ძალიან ნაყოფიერი და თქვენ ამ კვირაშივე შეიგრძნობთ ამ ნაყოფიერობის ენერგიებს და შეხედეთ ამდენი სამივე უფროსი არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება ძალიან საბედისწერო პერიოდი ბევრ რაღაცაში, იმიტომ რომ შეხედეთ არკანი სამყარო მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ იქნება ერთგვარი დალაგება ცხოვრების, თითქოს დალაგება იცით რა კუთხით. შეხედეთ პირველ რიგში აქ იქნება კონკრეტულ ადამიანებთან, ან ბოდიშის მოხდა, ან პირიქით ადამიანებთან რაღაცის გარკვევა, ხო? შესაძლოა თქვენ თავად ვიღაცას ბოდიში მოუხანდოთ, ან სხვებისგან მიიღოთ რაღაც გარკვეული ბოდიშები, ან ორივე, ხო? ზოგადად აქ იქნება ასეთი რაღაც
წარსული ურთიერთობების გარკვევა, რაღაცეებისთვის ლოგიკური წერტილის დასმა, რაღაც ძველი პროგრამების და ძველი შეხედულებების ჩამოშლა და მხოლოდ წინ სვლა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. და ასევე არკანის სამყარო მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ პირველი ვარიანტი ამ ერთი კვირის განმავლობაში დაასრულებთ რაღაც გარკვეულ ციკლს, რომელშიც წლების განმავლობაში დადიოდით. ეს არის რაღაც ძველი შეხედულებები და თითქოს თქვენ საკუთარ თავს შეძლებთ, რომ დააპროგრამოთ საკუთარი თავი სრულიად ახალ ენერგიებზე, სრულიად ახალ რაღაც შეხედულებებზე სადღაც, ხო, ახალი ჩვევებით და ეს ყოველივე იქნება ძალიან ნაყოფიერი. და გარდა ამისა, აქ იმპერატორი ქალი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენში იქნება გამოღვიძებული მაქსიმალურად ფემინური, მძლავრი ენერგიები, იგრძნობთ საკუთარ თავზე ბევრ ყურადღებას, ბევრ ჰარმონიას, ბევრ მოთხოვნას, ასე ვთქვათ, ადამიანებისგან, რომ სასურველი ხართ მათთვის. ხვდებით ხომ ძვირფასო მეგობრებო? ამიტომაც ძალიან საინტერესო კვირა გელოდებათ პირველი ვარიანტი, ძალიან აღსავსე რაღაც განსაკუთრებული და საბედისწერო მოვლენებით და ერთის მხრივ შეიძლება ჩანდეს, რომ დიდი ვერაფერი მოხდა, მაგრამ რეალურად კვირა როდესაც დასრულდება, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში და ამ ერთმა კვირვამ მოგცათ იმის საშუალება, რომ კარგად აწონდაწონოთ ყველაფერი, გაანალიზოთ და ძალიან ბევრი რაღაც შეგაცვლევინათ საკუთარ თავში. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთვის აქ ამოვიდა ხმლების 4-იანი კვირის ენერგიად და პირველ რიგში ძვირფასო მეგობრებო, ხმლების 4-იანი შეგვიძლია წავიკითხოთ როგორც რაღაც ნეგატიური არკანი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უფრო მეტად ვხედავ რაღაც სასიამოვნო არკანს, სასიამოვნო ენერგიებს, როდესაც ადამიანი ისვენებს ყველასა და ყველაფრისგან, როდესაც ადამიანი არის პასიურობაში და მას ეს პასიურობა სიამოვნებს. პირველ რიგში თქვენთვის მეორე ვარიანტი რჩევა არის კიდევაც, რომ დაასვენოთ თქვენი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თქვენი ფსიქიკაც ნეგატიური აზრებისგან, დაისვენოთ, მისცეთ საკუთარ ორგანიზმს ენერგიების აღდგენის საშუალება და ზოგადადაც თითქოს სამყარო ამ ერთი კვირის განმავლობაში შეგიწყოთ ამაში ხელს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელის მეორე ვარიანტს 31 მარტიდან 7 აპრილამდე. ნახოთ აბა. არკანი თასების ტუზი, არკანი ხმლების 2-იანი, არკანი თასების 8-იანი, არკანი კვერთხების რაინდი და არკანი ხმლების 10-იანი. იცით აქ როგორ სიუჟეტს ვხედავ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო? თითქოს აქ იქნება რაღაც ახალი პოტენციალი და პერსპექტივები ემოციური თვალსაზრისით, რაღაც შეხედეთ, რამდენად გადადის ერთი არკანი მეორეში, შეხედეთ უბრალოდ. ფერების კუთხითაც და ყველაფრის კუთხით. ხმლების 4-яნის ენერგიებიდან თასების ტუზის ენერგიებში გადადიხართ. მეგობრებო, აქ იქნება რაღაც ახალი მუზა, რაღაც ახალი შეგრძნებები, ახალი ემოციები. ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ყოველივე დააბალანსოთ დასვენებასთან, ამოსუნთქვასთან და ასევე ამოვიდა ჩვენთან აქ ხმლების 2-იანი, თასების 8-იანი, კვერთხების რაინდი და ხმლების 10-იანი და აქ ხედავ კონკრეტულ ადამიანს, პირველ რიგში კვერთხების რაინდის შესახებ იმას დავამატებდი, რომ ეს არის თქვენი რაღაც ენერგია, თქვენი რაღაც ახალი мотиваცია, თქვენი რაღაც ახალი გეგმები, ფიქრები, მაგრამ ეს არის ასევე კონკრეტული ადამიანიც, რომელიც გამოვა კონტაქტზე ამ ერთი კვირის განმავლობაში და თითქოს შეგახსენებთ რაღაც თქვენთვის არასასიამოვნო რეალობას, თქვენთვის მტკივნეულ რეალობას სადღაც, ხო? შესაძლოა ამ ადამიანმა მოგცეთ რაღაც გარკვეული мотиваცია, სურვილები, მოგცეთ იმის შეგრძნება, რომ თქვენ მასთან ხართ დაცული, კარგად ხართ და ასე შემდეგ და მერე უცაბედად გააქრეს ან რაღაც მსგავსი გააკეთოს, ან უბრალოდ სიტყვიერად რაღაც ნეგატივი შეიძლება წამოვიდეს ამ პიროვნებისგან, ხო? და შეხედეთ
აქ არ უნდა შეხედოთ ამ სიტუაციას ისე რომ აი ნეტა მე მას ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ ნეტა რა უნდა ჩემგან და ასე შემდეგ არა მეგობრებო აქ უნდა შეხედოთ ამ სიტუაციას და ამ პიროვნებას ერთგვარი ჰილინგის ანუ გამოჯანმრთელების კუთხით და რას ნიშნავს ახლა ეს ნიშნავს იმას რომ იმას კი არ უნდა დავუსვათ შეკითხვები რომ აი ნეტავ რას გრძნობს რას ფიქრობს რა უნდა ჩემგან და ასე შემდეგ და ნუ და არა ის რაღაც აი ნეტავ რატომ მომეცა ეს ნეტავ რატომ რა უნდა ჩემგან მე ცოდო ვარ და ასე შემდეგ არა არამედ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ასეთი შეკითხვები რომ რატომ არის ამ ადამიანის ქმედებები ასეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის რატომ მოქმედებს მისი რაღაც სიტყვები ან მისი რაღაც ქმედება ჩემზე ასე ძალიან ხო რატომ განვიცდი ამას საიდან გამომდინარეობს ეს შეგრძნება რატომ მინდა ამ ადამიანისგან ამ ემოციების მიღება იმსახურებს თუ არა ეს ადამიანი ჩემგან რაღაცეებს ხვდებით ხომ ამ კუთხით იქნება ფიქრები დომინაციაში მაგრამ მნიშვნელოვანი არის ეს ფიქრები და თვით შესწავლა თვით გამოკეთება და თვით გამოჯანმრთელება თვით თერაპია და აბალანსოთ შესვენებასთან. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. ყველას უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ და ნაყოფიერ კვირასა და ნახვამდის მეგობრებო.